წამოდი ხალხთან ერთად ჩვენთან ერთად წამოდი რატო იესო და წვეს რუსთაველზე იესო და წვეს რუსთაველზე სადნახეთ მანახეთ სადნახეთ ჩინეთიდან გამოწერულ კუბოზე იყო იესო გამოსახული რასაც უებ ხალხს ვისაც უებ იტყუები თქვენ ხართ მატყუარები არ შეიძლება თქვენ ხალხის გვერდით უნდა იდგეთ დამესო ხალხში ვიდაკეთელი ჩემი ცხოვრება. შენ პროპაგანდისტი. გაში. შენი ქრისტიანობა საშინელება. ეგ არის საშინელება. ადამიანის ცემაზე ცუდი დედამიწაზე არაფერი არა. საშინელებაა და ყველა ადამიანი, ვინც ადამიანზე ხმერს აღმართავს და ვინც ბავშვს გაალახავს, არის ღვთის გმობა და ადამიანის გმობა. ეს არ შეიძლება. ხო? თქვი ქადაგებაში. თქვი და დაუგმეკიდევაც. გავაპროტესტე ბავშვების ცემა, ვინ არ გავაპროტესტა? პირველი მე ვთქვი და როდესაც გაალახეს ბავშვი გავაპროტესტე. როდესაც ნახეთ ჩემი ინტერვიუ თუ არა გაპროტესტებული. მამაშალო, ბევრი სასულიერო პირი ქაშვეთანაც იყო ხოლმე დარბევების გამოსცემა. როგორ არ ვიყავი ქაშვეთი და პარაკლისზე ვიყავი ქაშვეთში. გარეთ იყავი? ქაშვეთში ვიყავი პარაკლისზე. ქაშვეთზე ვიყავი, მაგრამ მე ყოველდღე ვიხდი პარაკლისს და ღამისევის ატარებს ის რომ დაძაბულობა და ხალხი ერთმანეთი არ დახოს მაგის გამო. ყოველდღე ვლოცულობ, ყოველ ღამე ვლოცულობ და ერთი წუთი არ ვძინებია. ჩემი ქვეყანა ჩემი ერისთვის. ეს არის მე რო დაჭიდება დღელი მე ისევ ჩვენ გვეძახია. როგორ დაესრულება შვილი ვინ უნდა მივიდეს სამხალხთან. გაგვანადგურეთ, მაშინ ეგ ვიყო კომუნისტების დროს. გაგვანადგურებდით დღლებს და იმას. აბარა მიყვირი ხართ აქ ეკლესიაში. ატო გვიყვირი ვართ. სად არის ეკლესია? ეკლესია იქაც და ეკლესია. ხალხი გვიყვირი საკიდან. და ეს ხალხი მოს ეკლესიაში დინებაში. ატო გვიყვირი ვართ ეკლესიაში. როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა ეკლესია შეიძლება ესე მოექცეთ? პატრიარქის რო აგინებდნენ, აი პატრიარქს რო აგინებდნენ, მაშინ ტელევიზიიდან არ აგინებდი პატრიარქს არ აგინებდი. პატრიარქს აკითხები. არ არის ესე რა ეკლესია გავხდეთ. ამ ტელევიზიებიდან არ არის. რატომ აქ თქვენ რასაც აკეთებ ჩვენზე? არ არის ესე რა. არ არის ესე გავუთხდეთ ქვეყანა. დავუთხდეთ. თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე? თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე? არა თქვენი პატრიარქი. ეკითხებით, არა თქვენი პატრიარქი ილია მეორე? არ არის შენი პატრიარქი ილია მეორე? თქვენი ტელევიზიის არ არის. არა შენ ეკლესიაზე მოხვედით, აგინებ და თქვენ ჩვენ ძალადობთ. შეწადით ახლა. მოხვედით და თქვენი ლანძღებებში ხოლმე ჩვენ ჩემი შვილები და 25 ქუჩაში ვდგავარ, რა ქვია? ბავშვები მოდიან, რომლებიც წირიან სკოლაში. მე არ ვძალადო. სკოლაში რო ერთმანეთს გადაკიდეთ ბავშვები. აქ მოდიან ტირილით. სკოლაში იმიტომ რომ უნამუშოდ იქცევით სკოლა. ბავშვები ვინც გადაკიდეთ ჩვენთან მოდიან. აქ ტირიან ბავშვები. არ ვიჩქიმებით. ხელში ამოყვეთ. ფენახალყურების კადრებს ეს არის კადრები ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც აქციის მონაწილეებსა და სასულიერო პირებს შორის კამათი იყო. ნათია ტრაპაიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რას მოყვა აი ეს დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სასულიერო პირებს შორის. გისმენთ ნათია? თქვენ ახლა რამდენიმე წუთის წინ, ანუ ახლაც უყურებდით კადრში მოვლენებს, რომელიც ვითარდება ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, იმ ეკლესიის გვერდით, სადაც მსახურობს მამაშალვა და სხვა სამღვდელო პირები, აქციის მონაწილეებმა უბრალოდ დაინახეს, ანუ მე გეტყვით როგორ დაიწყო ეს ინციდენტი, აქციის მონაწილეებმა დაინახეს, რომ სასულიერო პირები ფანჯრებიდან უყურებდნენ მათ მსვლელობას და შესაბამისად ჰქონდათ მოწოდება
რომ გამოსულიყვნენ და დამდგარიყვნენ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ბოლო დღეებია უკვე ამ ქვეყანაში აპროტესტებენ უსამართლობას და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს ადამიანებზე ძალადობას. ძალიან ბევრი ადამიანი და კონკრეტულ ფაქტებს ეუბნეოდნენ ნაცემ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, ქონდა თუ არა მამაშალვას რაიმე განცხადება გაკეთებული, ან საკუთარი მღვდელმსახურების დროს ქონდა თუ არა საკუთარი მრევლისთვის ახსნილი, რომ ეს ცუდია. რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე აქციის მონაწილეები რომ გავიდნენ, ახლა ჩვენ მოგვეცა საშუალება რომ დაგვესვა კითხვები სასულიერო პირისთვის, კითხეთ, რას ფიქრობდა ის იმ ძალადობაზე, რომელსაც ივანიშვილის პოლიცია ახორციელებს მომიტინგეების მისამართით და მათ შორის ხშირ შემთხვევაში არიან ხოლმე არასრულწლოვანებიც, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წლის არიან ახალგაზრდებზე ძალადობას, რაზეც მან გვითხრა და არ ვიცი ეს იყო თუ არა ეთერში, რომ მას ჰქონდა ასეთი განცხადებები, მათ შორის ამბიონიდან გაკეთებული, რომ ის გმობს ძალადობას და მით უმეტეს ახალგაზრდების ცემას. ეს არის ინციდენტი, რომელიც იყო და შევეცადე რომ მომეყოლა მოკლედ